BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა Volkswagen Group-მა 2027 წლისთვის ახალი IAPI ელექტრომობილის გამოშვება გადაწყვეტა, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ ID.1 იქნება. პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ID.1 კომპაქტური კლასის მინიმალისტური დიზაინის მქონე ელექტრომობილი იქნება, რომელმაც კონკურენცია ჩინურ ავტომწარმოებლებს უნდა გაუწიოს. როგორც ცნობილია, ID.1-ის ფასი 21,000-დან 35,000 დოლარის ფარგლებში იქნება და ის ევროპის და ჩინეთის ბაზარზე იქნება გათვლილი, სადაც უმეტესად სწორედ კომპაქტური ზომის ავტომობილებს ყიდულობენ. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი ID.1 დაშენებული იქნება Volkswagen MEB პლატფორმაზე და ის დეტალებს Supra Ravalთან გაიზიარებს, ანუ Volkswagen-ის ელექტრომობილს სავარაუდოდ ერთი დამუხტვით 430 კილომეტრის გავლა შეიძლება და მისი სიმძლავრე 220 ცხენის ძალა იქნება, რაც კომპაქტური ჰეჩბეკისთვის სავსებით საკმარისია. ზომიდან და ფასიდან გამომდინარე, ID.1-მა კონკურენცია ჩინეთის ბაზარზე წარმოადგენენ ელექტრომობილებს და Tesla-ს ახალ მოდელს უნდა გაუწიოს, რომლის ფასით სავარაუდოდ 25,000 დოლარის ფარგლებში იქნება, როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, ID.1 იქნება ელექტრომობილი ყველასთვის, როგორც ერთ დროს Bentley იყო ავტომობილი ყველასთვის. ჩინურ ავტომწარმოებელ გიგანტ BYD-ს და ტექნოლოგიურ სტარტაპ DeepSeek შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებში BYD-ს ავტომობილებში უახლესი თაობის ხელოვნურ ინტელექტს ჩააშენებენ, როგორც ცნობილია AI და ავტომობილის მართვის ჭკვიანი სისტემა BYD-ისთვის ისეთივე საბაზისო ფუნქციონალად იქცევა, როგორც დღეს უსაფრთხოების ღვედიან მონიტორია. საწყის ეტაპზე DeepSeek-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მძღოლის დამხმარე ასისტენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს და 24/7-ზე ავტომობილისა და მისი მგზავრების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. BYD-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, DeepSeek-თან პარტნიორობის დაწყება სრულიად ავტონომიური სისტემის შექმნის მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელსაც მომავალში აუცილებლად მოჰყვება ავტოპილოტის დანერგვა. ხელოვნური ინტელექტის დახჭურვილ BYD-ის ავტომობილის ბაზარზე 2025 წლიდანვე შევხვდებით, თუმცა AI-ის ინტეგრაციის დონე დროსთან ერთად გაიზრდება, როგორც BYD-ში აცხადებენ, კომპანია კონკრეტული უპირატესობის მოპოვებას არა ფასების შემცირებით, არამედ ისეთი ინოვაციური ფუნქციონალის დამატებით გეგმავს, რომლის მსგავსი სხვა ავტომწარმოებლებს უბრალოდ არ აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ BYD მსოფლიოში პირველი კომპანია იქნება, რომელსაც DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტთან ეკდება წვდომა, რაც იმდენად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რომ მისი გავრცელების ფონზე კომპანიის საბაზო შეფასება რეკორდულად 134 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საავტომობილო ინდუსტრიაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეთანხმების საშუალებაზე აქტიურად გიყვებოდით, თუმცა მას შემდეგ, რაც იაპონურმა Honda-მ და Nissan-მა 2024 წლის 23 დეკემბერს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებლის შექმნა გახდათ, შეთანხმებიდან არასრულ 2 თვეში პარტნიორობა ჩაიშალა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით Honda-ს და Nissan-ს ერთობლივი ძალებით ახალი ჰოლდინგური კომპანიის შექმნა სურდათ, რომელიც ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებდა, თუმცა მემორანდუმის მოწერიდან მალევე საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება განწირული იყო. ახლა უკვე ოფიციალურად პარტნიორობა გაუქმდა. Honda-მ და Nissan-მა გავრცელეს იდენტური პრეს-რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ შერწყმის მოლაპარაკებები გაუქმდა. სამივე კომპანია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ითანამშრომლებს, რომელიც მიზნად ხელოვნური ინტელექტის და ელექტროფიცირებული მანქანების განვითარებას ისახავს, ნათქვამია კომპანიების განცხადებაში. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფერების რეიტინგს წარმოგიდგენთ. რეიტინგი 2024 წლის ტენდენციების მიხედვით კონცერნმა BASF-მა მისმა ექსპერტებმა შეადგინეს. თეთრი, შავი და ნაცრისფერი რჩება ტოპ 3-ში, მაგრამ ფერების რეიტინგმა მოულოდნელი ცვლილებები განიცადა. მაგალითად, ყვითელი თითქმის ორჯერ პოპულარული გახდა. ამ ფერის ავტომობილების წილი მსოფლიოში 1.15%-მდე გაიზარდა. რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი თეთრია, საშუალოდ მისი წილი მსოფლიოში 2024 წელს 34% იყო. მეორე ადგილზეა შავი 22%, ხოლო ნაცრისფერი და ვერცხლისფერი მესამეზე და მეოთხეზე შესაბამისად 17 და 8%. ქრომირებულ ფერებს შორის ლიდერობს ლურჯი, ღია ლურჯი 7%-იანი წილით, ამასთან შემცირდა თეთრის, ლურჯის და ვერცხლისფერის პოპულარობა, ხოლო შავის, ნაცრისფერის და ყვითელის გაიზარდა. მანქანების 4% წითელია, 2% მწვანე, კრემისფერმა, ყავისფერმა, ნარინჯისფერმა და იასამნისფერმა თითოეულმა 1%, ხოლო ოქროსფერი ავტომობილების წილმა მხოლოდ 0.5% შეადგინა მსოფლიოში.
Zikr 009 უკვე Zikr საქართველოს პორტფელშია, მაღალ ტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილი ქართულმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით უკვე ოფიციალურად წარდგინამდე შეიძინა. დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ელექტრომობილს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს 140 კილოვატიანი კატლის ბატარეა, რომელიც ერთი გამოხდით რეკორდული მანძილის 830 კილომეტრის დაფარვის საშუალებას იძლევა. 0-დან 80%-მდე დამუხტვა კი DC სწრაფი დამტენის გამოყენებით მხოლოდ 25 წუთშია შესაძლებელი. 790 ცხენის ძალის მქონე Zikr 009 100 კილომეტრამდე აჩქარება სულ რაღაც 3.19 წამში ახერხებს. თავის კლასში ყველაზე სწრაფ ელექტრომობილში გამოყენებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები, ადაპტირებული კრუიზ კონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება, ბრმა წერტილების კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება და 360 გრადუსიანი კამერის სისტემა. 7-8 მეგაპიქსელიანი HD კამერა, 4 2 მეგაპიქსელიანი გარეხედვის კამერა და 1 250 მეტრიანი ულტრახანგრძლივი დიაპაზონის რადარი გზის ხედვის უნიკალური საშუალებით. 7 ადგილიანი ელექტრომობილის საბაზრო ღირებულება 70-დან 83,000 დოლარამდე ეკვივალენტით მեղრაობს ლარში. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.